ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოს მიმართ შანტაჟის ენით საუბარს არ ეშვებიან. ამჯერად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, თუ ქართული მხარე მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. სანამ უშუალოდ რეზოლუციის ტექსტს მიმოვიხილავთ, ურიგო არ იქნება მაყურებელს აუხსნათ, თუ რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის იერარქიულად ყველაზე ქვემოთ იმყოფება. მისი საქმიანობა რეკომენდაციული ხასიათისაა და არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ის 1959 წლიდან ფუნქციონირებს და 1974 წლამდე საკონსულტაციო ასამბლეა ერქვა. ამის შემდეგ კი სახელი შეუცვალეს. ასევე ნებისმიერ რეზოლუციას იქნება ეს ევროპის საბჭოს სახელით მიღებული, თუ ევროპარლამენტის სახელით მიღებული არ აქვს არანაირი იურიდიული ვალდებულება. და მისი ფასეულობა იმ ქაღალდის ღირებულების ტოლია, რაზეც ეს რეზოლუციაა მიღებული. ზოგადად ევროკავშირის ანტიდემოკრატიულობაზე და ჩრდილოვან მმართველობაზე ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი საუბრობს. ევროკავშირის ინსტიტუციებიდან მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით მხოლოდ ევროპარლამენტის წევრების არჩევა ხდება, მაგრამ ევროპარლამენტს სამწუხაროდ საკანონმდებლო საქმიანობა შეზღუდული აქვს და მხოლოდ სხვადასხვა რეზოლუციების მიღება ან ევროკავშირის ძალაუფლების ვერტიკალში სხვადასხვა თანამდებობის პირების დამტკიცება შეუძლია. მთელი ძალაუფლება ევროკომისიის ხელშია, რომლის პრეზიდენტის არჩევაც ევროპელი ხალხის მიერ არ ხდება. ევროპარლამენტი მსოფლიოში უნიკალური პარლამენტია, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია არც ერთი კანონის მიღება, ან უკვე არსებულის გაუქმება. ახალი კანონმდებლობის დაინიცირება ევროკომისიის მიერ ხდება, რომლის ლიდერშიპიც გარე ძალების მიერ იმართება. ვერც ევროპარლამენტის და ვერც ევროპის საბჭოს რეზოლუციები ომებს ვერ აჩერებს, ადამიანების ყოფას ვერ ამსუბუქებს, პოლიტიკურ კრიზისებს ვერ აგვარებს. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები გლობალისტების ინტერესების გამტარი ბიუროკრატები არიან, რომელთა საქმიანობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ბოლო წლებში. After 3.5 years of deception and dishonesty, სამნახევარწლიანი ტყუილისა და უსინდისობის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ ერთთა ამ საპყრობილეს იანვრის ბოლოს. აქ ითქვა, რომ გადავიქცევით მესამე სამყაროს ქვეყნად. ეს ასე არაა. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი თვითმმართველი სახელმწიფო. თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ ამაზე ამ კათედრალში, მაგრამ ასე არაა. ხალხს არ სურს, რომ მათ მართავდნენ უსახური ბიუროკრატები, როგორებიც არიან შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. ისინი ძალიან მოსაწყენები არიან. თქვენ უარი გითხრეს და ეს ძალიან კარგი ამბავია. ამჟამად პოლონეთში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებენ, რომ პოლონელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკეთ იქნებიან ევროკავშირის მიღმა. ბრექსიტი ამ პროექტის დასასრულის დასაწყისია. ჩვენ ევროპას გამოვაცლით და შევქმნით იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოები მუშაობდნენ ერთად მეგობრულად და მათი მმართველები არ იყოს ეს ბანდა, რომელიც დარბაზშია. ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ბევრი პუნქტისგან შედგება, მაგრამ რამდენიმე მათგანი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობაა და პირდაპირ სისხლის ტირაჟირებას წარმოადგენს. უახლესი მოვლენები ადასტურებს ასამბლეის შეშფოთებას. ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნები იწვევს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორესთან დაკავშირებით. კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამ მომრჩეველთა ნამდვილ-ნებას. ასამბლეა გმობს პოლიციის მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის სასტიკ გამოყენებას, რაც არღვევს შეკრების თავისუფლებას, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პროგრესირებადი ეროზიის, დემოკრატიული გარანტიების დემონტაჟის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაციის ფონზე, რაც ამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის EUTHOS ეგიდით მოქმედი სადამკვირვებლო ინსტიტუტის ოდირის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები დადებითად შეფასდა. მათი დასკვნის თანახმად საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეფასდა. ასევე ხაზგასმულია, რომ ელექტრონული აპარატების 99%-მა გამართულად იმუშავა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ოფიციალური ბრიუსელი და მეხუთე კოლონა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს. ოპოზიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა არჩევნების გაყალბების შესახებ და ისინი უბრალოდ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მანიპულირებას. დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მთავარია აღქმები და არა ფაქტებიო, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მათ საკუთარი ამორჩეველიც ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა, რაზეც არჩევნების შედეგების
გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების რაოდენობაც მეტყველებდა. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც აღნიშნა ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში არჩევნების გაყალბების ბრალდების აბსურდულობა. მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს. 100,000 ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა. 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემს ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ოფიციალურ ბრიუსელს ალბათ რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმების მსგავსად საქართველოშიც სურს არჩევნების შედეგების გაბათილება. და ამას არც მალავს, მაგრამ მტკიცებულების გარეშე მათი ეჭვები და ბრალდებები საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმას უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიის მხარდაჭერას. უკრაინაში ვლადიმერ ზელენსკიმ განახევრებული რეიტინგის ფონზე საპრეზიდენტო არჩევნები საერთოდ გაურკვეველი ვადით გადადო, მაგრამ ეს ევროკავშირის არც ერთმა ინსტიტუციამ არ შეიმჩნია. საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვისაა დაცული. ქვეყანაში ათობით ოპოზიციური არხი და პარტია ოპერირებს. მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც კრიტიკულ მედიას ხურავენ და პოლიტიკურ პარტიებს გრძალავენ. ქართველი პოლიციელები მათი ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით კანონდამრღვევ მოქალაქეებს უფრო მობიერად ექცევიან. შეგვიძლია შევადაროთ რასის ასტიკით შლიან ფრანგი პოლიციელები ძალადობრივ აქციებს. ან თუნდაც ჰოლანდიელი სამართალდამცავები შეუიარაღებელ მოქალაქეებს რა გავეშებით სცემენ. მას შემდეგ, რაც რუსთაველზე მიმდინარე აქციების ავანგარდში მყოფი დესტრუქციული ელემენტები განაიარაღეს, აქციამ მშვიდობიანი ხასიათი მიიღო და საქართველოს მოქალაქეები შეუზღუდავად იკრიბებიან, რასაც ვერ ვიტყვით ევროპულ ქვეყნებზე. გერმანიაში მაგალითად პალესტინელების მხარდამჭერი აქციების ჩატარება აკრძალეს, მაგრამ ევროსაბჭოს კრიტიკული განცხადებაც კი არ დაცდენია. იმავე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2022 წელს მიღებული რეზოლუციით მრავალგზის სისხლის სამართლის დამნაშავე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა. თუმცა 2 წლის შემდეგ 2024 წლის 23 მაისს სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ხშირ შემთხვევაში ევროპული მოსახლეობისთვის უცნობი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც მოლაპარაკე თოჯინების ფუნქცია გააჩნიათ. საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ხარისხოვან ბერძენ პოლიტიკოს თეოდოროს რუსოპოლისს უკავია. ევროპის საბჭოში თანამდებობის მიღებამდე ის საბერძნეთის სახელმწიფო მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. თუმცა კორუფციულ სკანდალში გაეხვა და ბრალდებების გამო 2008 წელს გადადგომა მოუწია. აი ასეთი ბუნდოვანი წარსულის მქონე ხალხი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობას დათქმებით რომ ელაპარაკება ერთიორად უფრო მიუღებელია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამარცხვინო რეზოლუციას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ბრიუსელის ევროკრატები საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ თხოვდნენ, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა და მიხეილ სააკაშვილი გაეთავისუფლებინა. ეთყობა ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდული ზრდა ადარდებთ, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. ასეთი არასამართლიანი და აგრესიული ჟესტების შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ და ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა, ქართულ მხარეს არ დაუტოვა სხვა გამოსავალი გარდა ერთისა. დაეტოვებინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სანამ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ ნეოკოლონიალური დამოკიდებულება არ შეწყდება. Every ადამიანი თქვენი თვალითაც ნახეთ, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს.
ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მაგრამ ამ ყველაფერს უსამშობლო ოპოზიციის ლუსტრაციის გარეშე არ ჩაუვლია და კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რომ ისინი საქართველოს უკრაინიზაციის სურვილით არიან შეპყრობილნი. უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლეგ ბორისოვმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია მეზენცევამ ერთხმად აღიარეს, რომ ქართული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი უკრაინული მხარის მითითებებით ადგენდა ანტისახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფსევდოოპოზიცია მზადაა ნებისმიერ მავნებლობას დათანხმდეს, ოღონდ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. Буквально полчаса назад. ნახევარი საათის წინ მოხდა ის, რასაც კვირადღის შემდეგ ვცდილობდით. ამ რეზოლუციას უკრაინული დელეგაცია ამზადებდა საქართველოს ოპოზიციასთან ერთად. მომზადდა რეზოლუცია, რომელიც ფაქტობრივად უკრძალავს ქართულ დელეგაციას, რომელიც პრორუსული პარტია ქართული ოცნებისგან შედგება, აწარმოოს რაიმე სახის დებატები ან კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარია მეზენცევამ განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი და ეშმაკური ცვლაა. რადგან ქართული დელეგაცია აპრილამდე ხმის უფლებით სარგებლობს, მაგრამ ზამთრის სესიაში კენჭისყრის მხოლოდ ერთი დღე იქნება, ანუ 30 იანვარს. ესეც ასეთი პატარა ეშმაკობა, რომელიც უკრაინელმა დელეგატებმა ქართულ ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავეს, რათა პრორუსული პარტიების მუშაობა მაქსიმალურად იყოს ბლოკირებული. აქაც კი ამ საერთაშორისო ინსტიტუციაში. უკრაინული მხარის ეს აღიარება სიმბოლურია, ამის მერე ოპოზიციისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს. გახარებული გიორგი ვაშაძე უკრაინელ ჟურნალისტთან რუსულად ალაპარაკდა. რამდენიმე წამში თავისი გაუნათლებლობაც გამოავლინა. ჭიჭე ვაშაძე სიტყვა პრეცედენტის მართლწერა არ სცოდნია. Это будет фактически новым прецедентом. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ზელენსკის თანაპარტიელი ელენე ხომენკოა. ის აქტიურად იყო ჩართული ანტიქართული რეზოლუციის მომზადებასა და ლობირებაში. მასთან ერთად აქტიურობდა ოდიოზური უკრაინელი პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელია. გონჩარენკო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებშიც მონაწილეობდა. უკრაინაში გამანადგურებელი ომის შეჩერების მაგივრად უკრაინელი პოლიტიკოსები და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ევრომაიდანის მოწყობას ცდილობენ, მაგრამ ეს უშედეგოდ ცდად დარჩება. ძაღლი ჰყებს და ქარავანი მიდის. ალექსეი გონჩარენკომ და თინა თიმბოკუჩავამ რაც არ უნდა ილაყბონ სტრასბურგში და ბრიუსელში, საქართველო მაინც შეინარჩუნებს მშვიდობას და წინივლის.